თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლოს სხდომა გაიმართა. საქმე ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლო მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილმა დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა და ბრალთან დაკავშირებით ისაუბრა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დაკვეთით მას პოლიტიკურად დევნიან. თვითონ დანაშაულის შედეგიდან საქმის დაწყებამდე გავიდა 7 წელი. ესე იგი ადამიანს მილიარდი თურმე მოპარეს და 7 წელი არ იცოდა მენდობოდა. და შემდგომ ამ საქმეს რო იწყებს 7 წლის მერე, ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულებით ამას ვერ ამყარებს. ვერც ერთი, გარდა თავისი და თავის თანამშრომლების ჩვენებებისა. უკვე აღარ ვილაპარაკებ, რომ საიას გამჭვირვალობის საქართველოს მიერ ცალკე ჩატარდა შესწავლები და სამართალთან საერთო არაფერი არ უნახეთ ამ საქმეზე. სტომები რა თქმა უნდა დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ისეთ დახურულ რეჟიმში, რომელიც აწყვეტდა მხოლოდ და მხოლოდ პირადად ივანიშვილს, სასამართლოს უკვე დღეებით და კვირეებით ადრექონდა დაწერილი ის განაჩენი და თუ შეხედავთ თვითონ ივანიშვილის თვითონ წარმომადგენელი ადვოკატის, რომელსაც არც აქ ადვოკატის ლიცენზია, გაზეთში ვრცელ გამოქვეყნებულ ინტერვიუს და თუ შეადარებთ განაჩენს, პირდაპირ ექსილში წერია. ამ საქმეში, რაცაც კი ივანიშვილი ამბობს, ეგრე სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს ყოფილიყო, საუკეთესო შემთხვევაში ეს საქმე იქნებოდა სამოქალაქო საქმე. ივანიშვილი მეგავება რომ იყო ვითომ ინვესტორი და ინვესტორებს შორის საქმეს არ იხილავს სისხლის სამართლის საქმე. დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილმა 11 ივლისს გლდანის ციხეში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი ამტკიცებს, რომ პატიმარი, რომელიც მასთან საკანში ფიზიკური ანგარიშწორებისთვის შეუშვეს, ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი მომხდარს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას უწოდებს. დღევანდელი სისტემა ამ ბატონის უწყების თამადობით და სამწუხაროდ თქვენი სხვა კოლეგების თამადობით ზუსტად 21 საუკუნის საქართველოს ფედრიონი არის და ვარ მეფეს გატაცებული, დამწყდეული ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს და წამებამდე 2 დღით ადრე ზუსტად ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა ივანიშვილს გაუხსენია ხო ყველა შენი საფულეები თქო, თორე ხო იცი რანაირი ხალხის ციხეშია. ქსნის საპრობილიდან სამწუხაროდ ჩამოიყვანეს ჯალათი. პირდაპირ გაიგო არის კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი კიდე სხვა დაზიანებაა მიღებული. არც კამერები არ წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარალებლად არ მაღია. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში რომ ჰოსპიტალიზება არ მოეხდინათ, რომ ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახათ. ჩემი სიმპტომები ამოიღეს ინფორმაციიდან, მე რასაც ვამბობდი ის არ ჩამოწერიათ და სამავადმყოფოდან ხელფეხში ხელი არის ამიყვანეს პირდაპირ ვარსკვლავამდე წამოსვლაზე და წამომართლიეს უკან ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა. და ეს ბატონი ამბობს, რომ თურმე ეს არ აქვს ამ საქმესთან ეს კავშირი. როგორ არ აქვს კავშირი? თქვენ თვითონ ამ სწავზე როცა აღმოჩნდებით, მე ისაუბრე და მე გაიგივით მასე. გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა ის, თუ როგორ მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მისი გატაცების საქმეში სუსი და აირზენა იყო ჩართული. თავზე მეშო ჩამოყარებული 2 დღე მატარეს აბუ-დაბიში და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და არანაირი პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ ძალით შემატყიეს თვითმფრინავზე, აირზენა თვითმფრინავზე, სადაც დახვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამოდენიმე მაღალ ჩინოსანი. ყველანაირი კანონის გარკვევით. მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, მოტაცებულ, მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვენ. მინდა რომ იცოდეთ, ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ასე არის. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაიკი და თეთრი ფეხსაცმელი, სადღაც დინარე გადმოცურული, ეს არის სიცრუე. და ამაზე მე გამოძიების დაწყება ამ მოტაცებაზე ვითხოვე ჯერ კიდე 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. და არც ერთი ადამიანი არ დაკითხულა, არც მე არ დავკითხულა, არანაირი არ ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულა დასწრება, არანაირი პროცედურა არ გაუტარებია. შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ჩვენებაც მისცა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც კოლეგიამ დააკმაყოფილა. ბაჩიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რადგან თანხა, რომელიც როგორც პროკურატურა აცხადებს, ივანიშვილმა მასთან ერთად კრიპტოვალუტის მაინინგში დააბანდა, რეალურად ქართულ ბანკის
ბანკიდან ბაჩიაშვილის მიერ აღებული სესხი იყო და არა ინვესტიცია. ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის თქმით, ეს სესხი პროცენტის ჩათვლით ბანკს მალევე დაუბრუნა. ეს სატელეფონო საუბარი დასრულდა, კარგი გიორგი გასაგებიაო, ასევე კარგად შეიძლება ნატოს აუხსნო ბანკის დირექტორს, მეც დაველაპარაკებია. კი ბატონო. იმ დღეს ხო ბარ შემოუთავაზები ამ საუბრის დროს ინვესტორი გავხდებიო. არა, ზოგადად ერთი თვითონ ხონდა. აი მეც მომიდეს მასი კონტრაქტი შესაძლებელიაო, რამდენიც უნდა კი თავის თავად შესაძლებელია. და მაგალითად საქმე როცა დაიწყეს შემცინალე, როდესაც კერავდა ბატონის საქმეს. არ იცოდე და არ ქონდა ეს სატელეფონო ჩანაწერი. და როდესაც ნოემბერში ეს სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, სასწრაფოდ გააკეთეს მეორე ჩვენება, პირველ ჩვენებაში ივანიშვილს უწერია რომ საერთოდ მე მინდოდა ბიტკოინის მაინინგიო და გიორგის უხარე კომპანია მოეზია და მაინინგი გააკეთაო. თუმცა როცა გამოჩნდა ჩანაწერი, შემდგომ შეცვალა რომ გამახსენდაო რომ მანამდეო თურმე გიორგის უნდა მაინინგიო და შემდეგ მე უარი უთხარიო და უარი უთხარი რამდენიმე მარცხნებდაო და ბოლოს მე გავუკეთე ისეთი საქმე, როგორცაც მამაშვილს არ გაუკეთებსო და მე შევედიქიო პან პროექტი წავართიო ავახიეო. როგორც მამაშვილს არ გაუკეთებდა ისეთი საქმე გავუკეთეო და მე შევედი მაგ პროექტში. ეგ ყველაფერი არის ტყუილი. იმიტომ რომ იმ დღეს როდესაც მოხდა საუბარი, იმ დღეს ვერ მოხდა პრეზიდენტის დამტკიცება. ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. სასამართლო მიდის, მაგრამ ადამიანი არის დადასტურებული სასამართლოს მხრიდან, რომ არის თაღლითი, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიისაკუთრა, შემდეგ მანქანა იყიდა, გადააკეთა, საბარგულში ჩაიმალა, ისე გადაკვეთა საზღვარი, ანუ არის ჩვეულებრივი მაქინატორი ადამიანი, ასე რომ ხა მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი, მე მგონი მას თავადაც არ უნდა უკვირდეს. მთელი საზოგადოება უყურებს, ხედავს ვინ არის პიროვნულადაც, ვინ არის თავისი ქცევით, თავისი დანაშაულებით. და ანჩეს სასამართლო განიხილავს და დაადგეს. ბაჩიაშვილი სხვათა შორის არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის შვილობილს ეძახდა. და ადამიანს, რომელსაც თავის შვილობილს ეძახდა, ბიძინა ივანიშვილმა გაიმეტა სასიკვდილოდ და სასიკვდილოდ გამეტება არის ის, რაც მას მოუწყვეს საპატიმროში და ის, რომ დღემდე გამოძიებული ეს საქმე არ არის და კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არ აქვს. ეს არის ნათელი დადასტურება იმისი, როგორ იწყებს რეჟიმი საკუთარი შვილების ჭამას. ქვეყანაში, სადაც არ აქვს თავისუფალი სასამართლო, სადაც არ აქვს თავისუფალი პროკურატურა, შესაბამისად ნებისმიერი ესეთი საქმე, რომელიც უკავშირდება პირად შურისძიებას ბიძინა ივანიშვილის, არის პოლიტიკური, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა ბაჩიაშვილს მისი უკანონო დაკავების შორის პირველივე დღიდან ქონდა და აქვს. ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული დევნა, მისი ტყვეობა, გადაცების საქმე და ციხეში წამების საქმე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და მორიგი ნათელი მაგალითი და დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობენ, სრულად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუციები და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მოქმედებს ბანდიტური დაჯგუფების ინსტინქტებით და მათი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ განპირობებულია ამ ინსტინქტებით. მას შემდეგ, რაც კანონით მედიას სასამართლოში ფოტო-ვიდეო, აუდიო გადაღება პრაქტიკულად აუკრძალეს, დღეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სხდომის გადაღების უფლება ორ არხს, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს. 30 ივნისიდან ყველა სხვა პროცესი მედიისთვის დახურულია. ჟურნალისტები სხდომათა დარბაზებიდან ინფორმაციის გავრცელებას მხოლოდ წერილობითი გზით ახერხებენ.